ცხენებზე ამხედრებული მეომრები მტრისკენ მიიწევენ. მათი ფრთები ქარისაგან შრიალებს. ზეცაში კი მტრისთვის გარდაუვალი სიკვდილის მომოსწავლებელი ხმა ისმის. ეს პოლონელი ჰუსარების შეტევა. ელიტარული კავალერია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროპულ ომებში. ვინ იყვნენ ისინი? როგორ მოახერხეს შეუძლებელი შესრულება და რატომ გახდა მათი შიში და დიდება ლეგენდარული? ეს არის ისტორია მფრინავ ჰუსარებზე, ევროპისთვის თავგანწირულ გმირებზე. Ой, матуши, матуши, come to money, yoginai. Come to money, yoginai. მოგესალმებით. პირველ რიგში უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანს, დავით არხმიშვილს, რომელმაც საჩუქრად ამერიკიდან გამომიგზავნა მიკროფონი, განათება და შტატივი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ამით შენ უდიდესი мотиваცია მომეცი და მინდა ყოველთვის გაიგრძელებინოს ასეთი კეთილი საქმეები. ეხლა კი დაუბრუნდეთ ისევ ამ ჩანაწერის მთავარ იდეას. მფრინავი ჰუსარები წარმოადგენდნენ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და შიშისმომგვრელ კავალერიას ევროპაში. ისინი ძირითადად პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის ელიტური ძალები იყვნენ და მათი ოქროს ხანა მე-16-მე-17 საუკუნეებს დაემთხვა. თუმცა მათი წარმოშობა კიდევ უფრო ადრე იწყება სერბულ და უნგრულ სამხედრო ტრადიციებში. რა ხდიდა მათ უნიკალურს? ჰუსარების მთავარი ძალა მათი ტაქტიკა და აღჭურვილობა იყო. ისინი ძირითადად იყენებდნენ გრძელშუბებს, ხლებს და შემდეგ პერიოდში პისტოლეტებს, მაგრამ მათი ყველაზე გამორჩეული ელემენტი ფრთები იყო. ლამაზი, მაგრამ ასევე პრაქტიკული დამატება, რომელიც შიშის ზარს ემდა მტერს. მათ შეტევას ვერავინ ვერ უძლებდა. ევროპელი რაინდებისგან განსხვავებით, ჰუსარები მსუბუქი და მოქნილები იყვნენ, თუმცა მაინც საკმარისად დაცულები. საკმარისად დაცულები, რათა ფრონტზე პირდაპირ შეტევა განეხორციელებინათ და ისინი მოძრაობდნენ სწრაფად, თავს ესხმოდნენ მოწინააღმდეგეს და მოულოდნელად ანადგურებდნენ მათზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვან ძალებს. ჰუსარების ისტორია კი ბალკანეთიდან იწყება და მათი თავდაპირველი სახე სრულიად განსხვავდებოდა იმ ელიტური პოლონური ჰუსარებისგან, რომლებიც მოგვიანებით მფრინავი ჰუსარების სახელით გახდნენ ცნობილი მთელ მსოფლიოში. ჰუსარებზე პირველი ცნობები მე-15 საუკუნეში ჩნდება სერბულ სამხედრო ტრადიციაში. 1399 წელს კოსოვოს ბრძოლაში ოსმალებთან დამარცხების შემდეგ ბევრი სერბი მეომარი უნგრეთში გაიქცა. უნგრელებმა მიიღეს ეს გამოცდილი მებრძოლები და ჩამოაყალიბეს მსუბუქი კავალერიის ელიტარული დანაყოფები, რომლებიც მოულოდნელ შეტევებსა და სწრაფ მანევრებში იყვნენ დახელოვნებულნი. ჰუსარი სავარაუდოდ მოდის სერბული სიტყვიდან გუსარ, რაც ხედარს ან დამრტმელ ძალას ნიშნავს. თავდაპირველად ისინი მსუბუქ კავალერიას წარმოადგენდნენ, რომლებიც ძირითადად სწრაფი რეიდებისთვის და პარტიზანული შეტევებისთვის გამოიყენებოდა. მე-15 საუკუნეში უნგრეთმა ოფიციალურად ჩამოაყალიბა ჰუსარების ნაწილები. და ისინი მალევე მოიხსნენ სხვა ცენტრალურ ევროპულ სახელმწიფოების ყურადღების ქვეშ. პოლონეთის და ლიტვის თანამეგობრობა, რომლებიც ხშირად ოსმალთა, თათრებისა და მოსკოველთა წინააღმდეგ ებრძოდა, ასევე დაინტერესდა ამ სამხედრო ძალით. 1500-იანი წლების დასაწყისში პოლონელმა მეფემ ალექსანდრე იაგელონჩიკმა ჰუსარების პირველი დანაყოფი ჩამოაყალიბა, რომელთა წევრები ძირითადად სერბი და უნგრელი დაქირავებული მეომრები იყვნენ. თუმცა ისინი ჯერ კიდევ მსუბუქი კავალერია იყო და თანამედროვე მფრინავი ჰუსარებისგან საკმაოდ განსხვავდებოდა. მე-16 საუკუნის შუა პერიოდში პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობაში ჰუსარების ახალი ტიპი შეიქმნა, ეს იყო მძიმე დაღჭურვილი ჰუსარები, პოლონურად იგივე სახელით ჰუსარიეს. 1560-იან წლებში კი პოლონელი დიდებულების, განსაკუთრებით კი სტეფან ბატორის მმართველობის დროს ჰუსარები სრულფასოვან მძიმე კავალერიად გარდაიქმნენ. მთავარი ცვლილებები კი ასეთი იყო. ჯავშანი. ჰუსარები აღჭურვდნენ მტკიცე, მაგრამ მოქნილი ჯავშნით, რომელიც საშუალებას აძლევდა შეენარჩუნებინა მათ სისწრაფე და დაცულობა. ასევე გრძელი შუბები 4-დან 6 მეტრამდე, ეგრეთ წოდებული ლენს და რომელიც საშუალებას აძლევდა მტრის რიგებში პირველივე შეტევაზე შეეტანათ ქაოსი და გაენადგურებინათ მოწინააღმდეგის ავანგარდი. ჰუსარების ყველაზე ცნობილი ატრიბუტი დიდი ფრთები იყო, რომლებიც ცხენის უნაგერზე ან ჯავშანზე მაგდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ისტორიკოსი კამათობს მათი რეალური ფუნქციის შესახებ, გავრცელებული მოსაზრებით ფრთები ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის გამოიყენებოდა.
ისინი ხმაურობდა სწრაფისვლისას და მოწინააღმდეგეს შიშის სარს სცემდა. 1569 წელს კი პოლონეთმა და ლიტვამ გაერთიანეს თავიანთი ძალები და შექმნეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ევროპაში, რა თქმა უნდა, მილიტარისტული თვალსაზრისით. ამ დროისთვის კი ჰუსარები უკვე ელიტური ძალა იყო და მათი პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვებები სწორედ მე-16 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ერთ-ერთი პირველი მომენტი, როცა მათ თავი გამოიჩინეს, იყო 1577 წელი ლუბიშის ბრძოლაში, სადაც პოლონელმა ჰუსარებმა გაანადგურეს გდანსკის აჯანყებულთა არმია, რითაც დაამტკიცეს თავიანთი უპირატესობა. 1605 წელს კირხომლის ბრძოლაში 3600 პოლონელი ჰუსარი ლიტველებთან ერთად შეებრძოლა 11000 და უმძიმესი და უდიდესი მარცხი აგემეს მათ. ასევე 1621 წელს ხოტენის ბრძოლაში პოლონელმა ჰუსარებმა შეაჩერეს ოსმალეთის იმპერიის 120,000-იანი არმიის შეტევა. იან მესამი სობესკი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლონელი მონარქი და სამხედრო ტაქტიკოსი, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია 1683 წლის ვენის ბრძოლის გამო, სადაც პოლონურმა ჰუსარებმა მისი ხელმძღვანელობით დაამარცხეს ოსმალეთის იმპერიის უზარმაზარი არმია და იხსნეს ევროპა მუსლიმანური დამპყრობლისგან. იან სობესკი პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოჯახის წარმომადგენელი იყო. იგი ახალგაზრდობიდანვე სწავლობდა სამხედრო საქმეს და მონაწილეობდა მრავალ ბრძოლაში. განსაკუთრებული გამოცდილება მან კაზაკებთან, თათრებთან და შვედებთან ომებში მიიღო, რამაც ჩამოაყალიბა როგორც შესანიშნავი სამხედრო ტაქტიკოსი, ასევე უძლეველი მხედართმთავარი. 1664 წელს სობესკი პოლონეთის მეფედ აირჩიეს, მაგრამ მისი მმართველობა არც ისე მშვიდი იყო. პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობას მუდმივად ემუქრებოდნენ მეზობელი სახელმწიფოები, განსაკუთრებით ოსმალეთის იმპერია, რომელიც ცდილობდა გაძლიერებულიყო ცენტრალურ ევროპაში. 1683 წელს ვენის ბრძოლა ჰუსარების უდიდესი გამარჯვება იყო. ამ წელს ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ მეოთხემ შეკრა უზარმაზარი არმია დაახლოებით 150,000 ჯარისკაცი და გაგზავნა ის ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და დაიწყო ვენის ალყა. ქალაქი სრულიად იყო ალყაში მოქცეული და მისი დაცემა მხოლოდ დროის საკითხი იყო. სწორედ ამ დროს ავსტრიის იმპერატორმა ლეოპოლდ I-მა დახმარებისთვის პოლონეთს მიმართა. და პოლონეთის მეფემ იან სობესკიმ გადაწყვიტა, რომ ეს იყო ისტორიული შანსი, რათა დაეცვა ევროპა და გაემყარებინა თავისი სახელმწიფოს საერთაშორისო პოზიციები. სობესკიმ შეკრა 75,000-იანი კოალიციური არმია, რომელშიც პოლონელები, ავსტრიელები, გერმანელები, ლიტველები და სხვა ევროპული ქრისტიანული ძალები შედიოდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი ძალა სწორედ პოლონელი მფრინავი ჰუსარები იყვნენ. 1683 წლის 12 სექტემბერს იან სობესკიმ ჰუსარების უძლეველი შეტევა წამოიწყო. 18,000 ჰუსარი, მათ შორის 3,000 პოლონელი, ელიტური მეომარი, მთის ფერდობიდან დაეშვა ოსმალთა პოზიციებზე. მათი სწრაფვა იმდენად ძლევმოსული იყო, რომ სულ რამდენიმე წუთში მტრის ხაზები შეანგრიეს. პოლონელი ჰუსარები პირდაპირ ოსმალეთის ბანაკში შეიჭრნენ და სულთნის სარდალს, ქარა მუსტაფას სრული ქაოსი მოუტანეს. ოსმალეთის არმიამ ვერ გაუძლო მასიურ შეტევას და განადგურდა. ჰუსარების შეტევა ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კავალერიულ შეტევად ითვლება. იან სობესკის გამარჯვებამ შეწყვიტა ოსმალეთის იმპერიის ექსპანსია ევროპაში. ამის შემდეგ ოსმალებმა ვეღარ მოახერხეს ესეთი მასშტაბური შეტევის განხორციელება, როგორც ვენის შემთხვევაში. მიუხედავად ამ ისტორიული ტრიუმფისა, სობესკის პოლიტიკამ ვერ გააძლიერა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა, რადგან შიდა არასტაბილურობა და არისტოკრატიის გავლენა ხელს უშლიდა ძლიერ ცენტრალიზებულ მმართველობას. სობესკი პოლონეთში ეროვნული გმირია. მის სახელს უკავშირდება პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ტრიუმფი და მფრინავი ჰუსარების ლეგენდის აპოთეოზი. მფრინავი ჰუსარები ოსმალეთისთვის ნამდვილად ღამის კოშმარი იყო. მართალია ოსმალებს დიდი გამოცდილება ჰქონდათ ევროპულ არმიებთან ბრძოლაში, კარგად იცნობდნენ ქვეითებს, მათ კავალერიას აგრეთვე და ტაქტიკასაც, მაგრამ ჰუსარები სრულიად განსხვავებული მოლენა იყო მათთვის. თურქი ჯარისკაცები წლების განმავლობაში ლეგენდებს ყვებოდნენ მოციქულისთვის შურისმაძიებელ ქრისტიან რაინდებზე, რომლებიც მოულოდნელად ჩნდებოდნენ და ბრძოლას ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცევდნენ. ოსმალეთის ჯარი, განსაკუთრებით კი იენიჩართა კორპუსი
ნამდვილად იყო იმ პერიოდის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო შენაერთი. მაგრამ მათთვისაც კი ჰუსარები ყველაზე აუტანელი მოწინააღმდეგეები აღმოჩნდნენ. როცა მათ შვიდად თავიანთ ბანაკებში ეძინათ და ცხენების ფეხისხმას გაიგონებდნენ, ყოველთვის ერთი და იგივე ფიქრი უტრიალებდა თავში. იქნებ ეს ჰუსარები ყოფილიყვნენ. ჰუსარების ამბავი დღესაც ცოცხალია. ეს არის ისტორია გმირობის, სტრატეგიის და გამარჯვების, რომელმაც ევროპა მრავალჯერ გადაარჩინა დაღუპვასა და განსაცდელს. ამით ეს ჩანაწერი დასრულდა. მადლობთ მოსმენისთვის. გამოიწერეთ არხი. კარგად ბრძანდებოდეთ.